მოგესალმებით, დღეს შენთან ერთად ვეცნობით გიორგი ბაწაშვილის პოემის შვიდნის ნაწყვეტებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ მასალიდან გამოვწუროთ მთავარი რა ხდება, ანუ თხრობის ხაზი, ისტორიული ფონი, 1919 წლის კახეთი და განსაკუთრებით ის იდეები ფოკუსირებაზე მიზნის მიღწევაზე. დიახ. ეს არის ამბავი შვიდ მონადირეზე, მათ ლიდერზე ბერიკაზე, რომელიც გამოცდილია. ვნახავთ, როგორ ვითარდება მათი, ასე ვთქვათ, მოგზაურობა, რომელიც მართლა დრამატული ნადირობით მთავრდება. და აქ, წინა პლანზეა გამოცდილება ახალგაზრდული შემართების წინააღმდეგ, მიზანდასახულობა და რაც მთავარია, კონცენტრაციის განსაკუთრებული ძალა. საინტერესოა ხო როგორ ჩანს ბერიკასეს განსაკუთრებულობა თავიდანვე, ის ეპიზოდი მარტო რომ ნადირობს ტახზე ღამიცხვებისგან მალულად. ეს ხო უბრალოდ ერთი სცენა არა რა, თითქოს თავიდანვე გვიჩვენებს ავტორი მის რაღაცნაირ მიდგომას, ინტუიციას. ნამდვილად, ეგ პირველი წარმატება ამყარებს მის ავტორიტეტს, კი ბატონო. მაგრამ ახალგაზრდებს მაინც უნდათ რომ თავისი ძალები მოსინჯონ. და ზუსტად ამ დროს ხო ჩნდება ის ფშაველი, რომელსაც მოაქვს ცნობა ჯიხვზე. ეს ამბიციას კიდევ უფრო აღვივებს. სხვათა შორის, ის ქისტი ბიჭების ხსენებაც, თუნდაც ერთი ფრაზით, რაღაცნაირ დაჯაბულობას მატებს, ხო? გვაფიქრებინებს გარე საფრთხეებზეც, რაც შეიძლება ბერიკას სიფრთხილესაც ხსნიდეს. ხო, და აქ ის კამათი თითქოს თაობათა დაპირისპირებაა. ახალგაზრდები ანთებულები არიან, ჯიხვზე უნდათ წასვლა, მაგრამ ბერიკას თავაზობენ, რომ დარჩეს ბანაკში. მისი პასუხი კი მართლა მტკიცეა. მუხლი ხომ გელმა მაჩუქა, თვალიც ქორივით მიჭრისაო. ანუ არა მხოლოდ გამოცდილებაზე მიუთითებს, არამედ სტრატეგიულ გეგმასაც სახავს ჩასაფრებას. ეგ საკვანძო მომენტია ნამდვილად. ახალგაზრდული იმპულსურობა, მოუთმენებლობა ეჯახება ხანდაზმულ სიბრძნეს, სტრატეგიულ აზროვნებას. ბერიკა აჩვენებს, რომ მისი უპირატესობა მხოლოდ ფიზიკურ ძალაში არაა. თავარია მომენტის შერჩევა და გეგმა. და ფინალური ნადირობა ამის დრამატული დადასტურება გამოდის. ახალგაზრდებიც ცდილობენ, მაგრამ ამაოდ. პოემაშიც წერია, 7-გან ესროლეს 7-7, არც ერთი არ მოეკიდა. და დაფრთხენილი ჯიხვი ხო პირდაპირ ბერიკას ჩასაფრებისკენ გარბის. და მივადექით კულმინაციას ბერიკას გასროლა. ეს მართლა წარმოუდგენელი სიზუსტით არის აღწერილი. მისი მდგომარეობა, სრული უძრაობა, ბუნებასთან რაღაც მისტიკური შერწყმა, ქვასა და ქვასა შორისა სხეული გაქვაღებულა. მერე თვითონ გასროლის პროცესი, თითქმის ფილოსოფიურად ჟღერს, არა, დენთმა იდეა გაშალა, ვაზნამ კი აერთიანა. ლულამ თავნება მისხალი ერთ ხაზზე დაატრიალა. ბუნების წინააღმდეგობაც კი არის ნახსენები, სიომწინ კორექტირება, თავისი დარღვია და ბოლოს შედეგი, სამიზნე მისწვდა მიზანსა. და პოეტიც ხაზუსვამს, რომ ეს ადვილი არ იყო, ძნელიყო, ადვილ კი არა. მართლაც, მომაჯადოებელი აღწერა და ვფიქრობ, ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ნადირობის სცენა. ხომ მეთანხმები, რომ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რთული მიზნის მიღწევის უნივერსალური მეტაფორა. აქ ყველაფერია, უკიდურესი ფოკუსირება, ბერიკასის გაქვავებული მდგომარეობა, ხო? სრულყოფილი მომზადება, ყველა კომპონენტის თანხვედრა, იდეა, ერთიანობა, მიმართულება, მოლოდნელი დაბრკოლებების, მსიოს ქროლვის, გათვალისწინება და დაძლევა. და ბოლოს ეს კავშირი ძალისხმევასა და შედეგს შორის, სამიზნე მისწვდა მიზანსა. ეს მომენტი აგვირგვინებს მთელ ამ ფოკუსირებული მიზანდასახულობის თემას. შედეგიც შთამბეჭდავია შესაბამისად. ჯიხვი კლდეზე რქებით ჩამოკიდებული. ბერიკა თითქოს თავიდან იბადება, რაღაც ახალგაზრდული ენერგიით ივსება. იცი, ეს სცენა მართლა კინემატოგრაფიულია. წარმოვიდგინე, ჰოლივუდურ ბლოკბასტერში როგორი კულმინაცია იქნებოდა. სადაც გმირი შეუძლებელს შეძლებს და ბოლოს ის ანდაზაც ბებერხარზე, რომელიც თითქოს ყველაფერს აჯამებს. ხო, ახლა კი შენ დაფიქრდი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი შენს კონტექსტში? რას გასწავლის ბერიკას ეს უკიდურესი კონცენტრაცია, ეს სრული მობილიზება, ყველა დეტალის გათვალისწინება, საკუთარი მიზნების მისაღწევად? როგორ შეიძლება მისი ეს სტრატეგიული მოთმინება
დაუპირისპირდეს იმ იმპულსურობას, რომელიც, რა ვიცი, ხშირად ყველას გვახასიათებს. მაშასე 7. ესე იგი, გვიყვება არა მხოლოდ საინტერესო თავგადასავალს, არამედ გვიჩვენებს თაობებს შორის ურთიერთობის სირთულეებს და, რაც მთავარია, გვთავაზობს რთული მიზნის მიღწევის მოდელს, ანუ უკიდურესი ფოკუსირების, გამოცდილების და, სტრატეგიული მოთმინების გზით. დიახ, პოემა ბერიკას ტრიუმფით მთავრდება, რაც რა თქმა უნდა გამოცდილების და გააზრებული ქმედების ძალის აღიარებაა. და აი კიდევ ერთი აზრი, მგონი საინტერესო დასაფიქრებლად, პოემა ხომ მიგვანიშნებს, რომ ბერიკას წარმატება მაშინ მოვიდა, როცა სხვები მოდუნდნენ. აი ის ფრაზა. ბერიკა მაშინ იფხიზლა, როცა წასთვლიმა ყველამა. დაფიქრდი, როდის შეიძლება შენთვის მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად, სწორედ გააზრებული პაუზა, ან მოჩვენებითი უმოქმედობა, ან თუნდაც დინების საწინააღმდეგო ცურვა აღმოჩნდეს გადამწყვეტი.